არის პრინციპი თამაშის რა არის, ანუ ვითარდება, წება ადამიანის ცხოვრებას, ასე ვთქვათ, კაცობრიობის გზას გასდევს მაქსიმალურად რეალისტურად, ანუ ყველა ტექნოლოგია წყალებში, რომელსაც აქტივებში ნახავთ, არის მაქსიმალურად რეალისტური იმ ეპოქასთან, რომელშიც იმყოფება, მაგალითად, თქვის პერიოდი პალეოლიტიკური, რაც პერიოდში ხდებოდა აღმოჩენები, ასე ვთქვათ, კაცის კაცობრიობის შესახებ ყველაფერი მაქსიმალურად რეალურთან არის მიახლოებული. თქვენი მიზანი არის, რომ ეს კაც უნდა განავითაროთ საწყისი ეტაპიდან, როცა ცეცხლი გამოიგონოს, იქიდან შემდეგ უკვე ეტაპებზე, რომელიც ყველა ვართ, ასე ვთქვათ, პირველ ეტაპზე ეს არის ქვის ხანა, რომელიც სამნაწილად იყოფოდა პალეოლითი, მეზოლითი და ნეოლითი. ჯერჯერობით ჩემი კულები აძლევს საშუალებას, რომ პალეოლითში იყო ეს კულები არის ის, რაც გადაგიყვანს შემდეგ ეტაპზე. კულები გროვდება აქტივების ყიდვისას, ყველა აქტივს აქ უწერია რამდენ კულას გაძლევთ. ერის კულები, აი 1.5 ერის კულები. და ასევე ამ სქრინზე აგერ აწერია ამ კულების ჯამი, შემდეგ აისახება აქ. 54 კულა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ხანა დაიხუროს ერა და შემდეგ ეს ფილაპი გააქტიურდეს და გადავიდეთ შემდეგ ერაზე. შემდეგ ერაზე გაიხსნება ახალი კარტები, შეძენასაც ასევე შეძლებთ და კიდე გავითარებს. გარდა ამ კულების რას გვაძლევს ეს კარტები? ეს კარტები გვაძლევს სხვადასხვა ბუსტებს, ანუ ეს იქნება ოქროს გენერაცია, ეს იქნება ტოკენის გენერაცია, ეს იქნება ამ ენერგიის რაოდენობა, რომელიც შეგვიძლია დავაბოლოთ, რამდენი ენერგია გვემატება წამში, როგორი არის ენერგია ოქროზე კონვენციის კოეფიციენტი, ანუ აქ თითო კლიკი, ახლა 10 ენერგია მიდის 2.01 ოქროდ გადაიქცევა, ჩემ შემთხვევაში ასეა. და შემდეგ როდესაც გააძლიერებთ, ამას ასე ვთქვათ, მოიმატებს ეს კოეფიციენტი და შესაბამისად უფრო მარტივად დააგროვებთ ოქროებს. ოქროები არის შიდა ვალუტა, ანუ ორი ტიპის შიდა ვალუტა გვაქვს, ოქროები და მილენიუმ ტოკენი, როდესაც სამი ტიპის გვაქვს, ოქროები, მილენიუმ ტოკენი და ომნი ტოკენი. მილენიუმ ტოკენი და ომნი ტოკენი. ოქროებით ხდება ამ შეძენა, კარტების შეძენა და კიდევ ოქროებს შეძლებთ, რომ გამოიყენოთ მინი თამაში, ან თითოეული თამაში ღირებულება იქნება რაღაც რაოდენობის ოქრო და მოგების შემთხვევაში ასევე რაღაც კოეფიციენტი იქნება, რომელზეც ეს კოეფიციენტი სტატიკური ციფრი არ არის, ეს არის თქვათ, თქვენზე რეიტინგი ფერო მაღალ მოთამაშეს თუ მოვუგეთ, უფრო მეტი არის კოეფიციენტი, იქულ არაბერი დააგროვეთ, მოკლედ რთული ციფრი არის, რომელიც დინამიურია, ყოველი ინდივიდუალური შემთხვევაში საკმაოდ გამოიწვება, მაგრამ მოკლედ ვთქვათ, თამაშებიდან შესაძლებელია ოქროს დახარჯვა, ასევე მოპოვება. ასევე ოქროებით შესაძლებელი იქნება შიდა სათამაშო გაფორმებების ხება, ასე ვთქვათ, ესენიც დაემატება. შესაძლებელი იქნება ფონის შეცვლა, გასვლის დასასრულების, აქსესუარების ყიდვა, მუსიკის შეცვლა, ყველა როგორც ყველა თამაშის ვიზუალური ისმე აქვს ინტეგრირებული შეგვიძლია ვთქვათ, ამ თამაშიც ისე იქნება ჩვეულებრივ და ამ რაღაცების ყიდვა შესაძლებელი იქნება სამი ვალუტით, ოქროთიც, მილენიუმ ტოკენიც და ომნი ტოკენიც. ეს ოქრო ხო მილენიუმ ტოკენი კიდევ ოქროზე დამოვიზამთ, ოქრო გენერირდება პასიურად ყოველ წამში, ასევე გენერირდება კლიკებით, ენერგიის კონვენციით და პასიური გენერაცია გრძელდება რაღაც რაოდენობა, ასე ვთქვათ, თქვენ როდესაც შემოხვალთ თამაში, აქედან წება ახლა და ყველა ახლა დეფოლტად არის 2 საათი, ანუ 2 საათის განმავლობაში გენერირდება უფრო პასიურად. 2 საათის შემდეგ რაც დაგენერირდა კლიკით წებად და შემდეგ შემოსვლაზე თავი დაიწყება გენერაცია. ანუ 2 საათი 3 საათი უკვე ის 1 საათი აღარ დაგენერირდება. 2 საათი დაგენერირებთ, შემდეგ თავიდან თქვა შემოხვედით, შემდეგ 2 საათი აღარ გენერირდება. ამ 2 საათის გაზრდაც ასევე შეგიძლიათ კარტების ყიდვით, რომელიც გაძლევთ ამ ბუსტს. ეს ბუსტები არის ამათი ჩამოდათვალი გამოვა ამრევების ქვეშ და შესაძლებელი იქნება, რომ შემდეგ ნახოთ რომელი სიმბოლო რომელს გიმატებთ, ასე ვთქვათ. მეორე ვალუტასაც შეეხება ეს არის მილენიუმ ტოკენი, რომელიც გენერირდება როგორც პასიურად, ასევე რაღაც სერვისების შეძენის შემთხვევაში. პასიური გენერაცია ეხლა არის 1 მილენიუმი დღეში, მილენიუმ ტოკენი დღეში, ეს არის სტანდარტული.